მოგესალმებით. ვიწყებთ მეორე ლექციას. თვითონ რუკაზე გვექნება ზოდიაქოს ნიშნებზე საუბარი და უფრო კონკრეტულად სახლებზე. და მოგცემთ ასევე დავალებებს უკვე შედარებით უფრო გართულებულს. ესე იგი, გავაზიაროთ ეკრანი. ესე იგი, საუბარი გვექნება თვითონ რუკაზე. როდესაც გააკეთებდით თქვენს რუკას, ნახავდით, რომ აი ესე გამოიყურება. გვაქვს ესეთი ოთხკუთხედები და ეს თითოეული ოთხკუთხედი და სამკუთხედი არის ზოდიაქოს კონკრეტული სახლი. ეს რიცხვები, რომლებიც მე აქ მაქვს მიწერილი, ეს არის სახლის ნომერი, ანუ აი აქ ყველას რუკაში არის პირველი სახლი, აქ არის მეორე სახლი და ასე შემდეგ. რუკაში თქვენთან მითითებული არ იქნება სახლების ნომრები, რადგან ყოველთვის ყველა რუკაში სახლების ნომრები ერთი და იგივეა. აი აქ ქვემოთ რასაც ხედავთ რიცხვებს, ეს არ არის სახლის ნომერი, ეს არის ზოდიაქოს ნიშნის ნომერი და ამაზე შემდეგ ვისაუბრებთ. ანუ ამას ჯერჯერობით არ მიაქციოთ თავიდან ყურადღება. აქ წერია პლანეტები და პლანეტებსაც უკვე შემდეგ ლექციაზე განვიხილავთ. ჯერჯერობით, რასაც ყურადღებას ვაქცევთ, მარტო ეს არის სახლები. ყველა სახლი ნიშნავს ჩვენს რუკაში რაღაცას. ანუ ყოველ სახლს მიეკუთვნება რაღაცა ჩვენი ცხოვრების სფერო, ასე ვთქვათ. და შესაბამისად, ყოველ სახლს აქვს საკუთარი ცხოვრების სფერო და ვისთან როგორი სახლია აი ეს კონკრეტულად, ხო? რომელი პლანეტებია, რომელ ზოდიაქოს ნიშანს ეკუთვნის, ის პლანეტა სად მდებარეობს, ამ ყველაფერზე არის დამოკიდებული ჩვენი კონკრეტულ ცხოვრების სფეროში წარმატება ან წარუმატებლობა ან რანაირი იქნება ეს ყოველივე. კონკრეტულად ძალიან ბევრი მნიშვნელობა აქვს ყველა სახლს, მაგრამ მე ამოვარჩიე რამოდენიმე ყველა სახლიდან, რომელიც არის ძალიან ძირითადი და რომელიც კარგი იქნება თუ დაიმახსოვრებთ, იმიტომ რომ აი ეს ძალიან საბაზისო ინფორმაცია და ამაზე ავაგებთ მე ძალიან ბევრ რაღაცას. პირველი სახლი არის ყველაზე მნიშვნელოვანი და პირველი სახლი ვართ ჩვენ. ანუ ჩვენი ფიზიკური სხეული არის პირველი სახლი. ასევე არის ჩვენი პიროვნება, ჩვენი ხასიათი, სახე, სულსაც აღნიშნავს ეს პირველი სახლი. ანუ ყველაფერი რა ჩვენი პირადულია, ძალიან პირადული სახლი არის პირველი სახლი. მეორე სახლს რაც შეეხება, მეორე სახლი არის რესურსები. რესურსები შეიძლება იყოს, როდესაც პატარა ვართ არის საკვები, როდესაც ვიზრდებით რესურსები არის ასევე ფული და ზოგადად აი დაგროვილი არა ქონება ზოგადად სიმდიდრე ამ სახლიდან ჩანს. ეს არის ასევე ოჯახი, რომელშიც დავიბადეთ. პირიც ეს სახლია და ყელიც, ასევე მარცხენა თვალი, სხეულის ნაწილი. და რადგანაც პირი ეს სახლია, ლაპარაკიც ამ სახლს ეხება. ლაპარაკიც არის ეს სახლი. ხო, მესამე სახლს რაც ეხება, მესამე სახლის ყველაზე ისეთი მნიშვნელობაა ძირითადი ერთ-ერთი კომუნიკაცია. აქ სლაიდში არ წერია და მივამატებ. სიმამაცე, ასევე, ანუ მესამე სახლი, ვისაც ისეთი პლანეტა აქვს, ვთქვათ მარსი, შედარებით უფრო გაბედულია და თუ ვთქვათ აი სატურნი აქვს, რომელიც არის უფრო ფრთხილი პლანეტა, ადამიანი ბევრად უფრო ფრთხილია. ასევე ეს არის დედმამიშვილები, მესამე სახლი, დები, ძმები, ხო? და მარცხენა ყურის სხეულის ნაწილებიდან. კიდე რაც შეეხება მესამე სახლს, ეს არის ხელები, ანუ ყველაფერი რაც ხელებით კეთდება, ხელსაქმე, ვთქვათ აი ქსოვა, ხატვა, წერაც მესამე სახლია. ასევე მესამე სახლია სკოლა, იმიტომ რომ მესამე სახლი განაგებს ანალიტიკურ ტვინს. მეოთხე სახლის ყველაზე ძირითადი მნიშვნელობა არის დედა, ასევე არის სახლი. ზოგადად აი სახლის სიტუაცია არის მესამე სახლი. არის სამშობლოც, კომფორტი, მეოთხე სახლია.
ასევე არის მეოთხე სახლი კიდევ მიწის ნაკვეთი, მაგალითად უძრავი ქონება. ყველანაირი უძრავი ქონება არის მეოთხე სახლი და ყველაფერი აი მიმდინარე ქონება, ასე ვთქვათ, ძალიან ლიკვიდური არის მეორე სახლი. ხო. კიდე არის ქვეცნობიერი მეოთხე, ანუ მესამე სახლი ხო არის ანალიტიკური ქონება, მეოთხე არის ქვეცნობიერი. რაც შეეხება მეხუთე სახლს, მეხუთე სახლი არის დაკავშირებული ყველაფერს ახალისოსთან, აი ხალისი არის მეხუთე სახლი. ყველანაირი ჰობი, თამაში, ბავშვები არის მეხუთე სახლი. სხეულის ნაწილებიდან არის მუცელი და მეხუთე სახლს მიეკუთვნება მაგალითად მუსიკა, ძირითადად, სიმღერა. მეორე სახლიც არის ჩართული, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ლაპარაკი, ანუ ყელი, ან დაკავშირებული არის სიმღერასთან, მაგრამ მეხუთე სახლი არის უფრო აი მუსიკასთან და სიმღერასთან კავშირში. ყველანაირი არამატერიალური ხელოვნება არის მეხუთე სახლი. თეატრი მაგალითად. აი ხელოვნება, რომელიც რაღაცას არ ქმნის კონკრეტულ ხელს შესახებს, რომელსაც ხელს ვერ მოგიგებ. ესე იგი, მეექვსე სახლი მეხუთესგან განსხვავებით არის ყველაფერი მოსაწყენი. ეს არის დაავადებები, საავადმყოფოები, მტრები, სასამართლო, ომი. ასევე არის მეექვსე სახლი მსახურება. აი, როდესაც მომსახურების სფეროში მუშაობ ყოველთვის, მეექვსე სახლში, ესე იგი, პლანეტები არის. ყველაფერი რაც რუტინულია, კბილების გახება არის მეექვსე სახლი. ის, რასაც ყოველ დღე ვაკეთებთ, მაგრამ არ გვეხალისება და ვაკეთებთ, იმიტომ რომ უნდა გავაკეთოთ ესეთი რაღაცეებია. შინაური ცხოველებიც მეექვსე სახლია, სხვათა შორის. ესე იგი, მეშვიდე სახლი არის პირველის პირისპირ, ანუ ყველაფერი რაც არა ვართ ჩვენ და არის სხვა. ეს არის მეშვიდე სახლი. ეს არის პარტნიორი, ყველანაირი პარტნიორია, ეს ბიზნეს პარტნიორი იქნება თუ ესე იგი ურთიერთობაში პარტნიორი, ეს მეშვიდე სახლს ეხება. მეშვიდე სახლს ეხება ასევე ქორწინება ზოგადად, ოჯახური ცხოვრება, მეუღლე და სასქესო ორგანოები, მაგალითად სხეულის ნაწილებიდან მეშვიდე სახლს ეხება. მერვე სახლი. მერვე სახლს აქვს ესეთი შავბნელი კუთხის დანიშნულება ჰოროსკოპში რუკაზე. ეს არის ყველაფერი საიდუმლო. აქ არის მაგალითად ღრმა ცოდნა. აქ არის სიკვდილი, დაზიანებები, უბედური შემთხვევები. აი ყველაფერი რაც კატასტროფებიც აქ არის. ანუ ყველაფერი რაც მოულოდნელად ხდება და რასაც არ ელოდები. სკანდალი მაგალითად მერვე სახლიდან არის, როდესაც არ ელოდები და რაღაცა გამომჟღავნდება. და სექსი არის მერვე სახლის დანიშნულებებში, მნიშვნელობებში კიდევ, რადგან ეს არის რაღაცა, რაც ღია არ არის, ანუ მერვე სახლს ეკუთვნის. ჯიოტიშიც მერვე სახლია, რადგან ეს არის საიდუმლო ცოდნა. ანუ განსაკუთრებით ეხლა შედარებით ადვილია უკვე მიღება ამ ცოდნის, მაგრამ ადრე მაგალითად საერთოდ ძალიან დიდი საიდუმლო იყო. ყველანაირი ოკულტური პრაქტიკაც მერვე სახლია და ასევე ოკულტური ცოდნას ყველანაირი მერვე სახლი. მეცხრე სახლი არის ცოდნა ის, რასაც ისწავლი უნივერსიტეტში, მაგალითად უნივერსიტეტი არის მეცხრე სახლი. ეს არის რელიგია, მოგზაურობა ოღონდ შორ მანძილზე და ახლო მანძილზე ქალაქიდან ქალაქში აი პატარა ექსკურსიას წასვლა არის მესამე სახლი. შორ მანძილზე არის მეცხრე სახლი. მამა არის ასევე მნიშვნელობა მეცხრე სახლის და გურუ, ანუ მამასთან ასოცირებულია გურუ, მასწავლებელიც მეცხრე სახლია. ანუ კლასიკური ცოდნა ყველაფერი არის მეცხრე სახლი. აი მაგალითად თუ ადამიანს მეცხრე სახლი აქვს ძალიან სუსტი, მაშინ უნივერსიტეტში ამ ადამიანისთვის არა აქვს აზრი რომ ისწავლოს, ანუ მის რუკაში დადგენილია რომ არ არის მისი გზა უნივერსიტეტი მაგალითად. თუ სატურნი ყავს მეცხრე სახლში, აუცილებლად სწავლობს უნივერსიტეტში, მაგრამ უჭირს ძალიან, ანუ სტუდენტური წლები მისთვის არ არის
რაღაცა გართობა, არამედ არის აი მძიმე სამუშაო. ესე იგი, მეათე სახლი, ეს არის სამუშაოსთან დაკავშირებული, მეექვსე სახლიც არის სამსახურთან დაკავშირებული, მაგრამ აქ არის უფრო მომსახურების სფერო და რაღაცა მოსაწყენი პროფესია, მაგალითად ბუღალტერია მეექვსე სახლი, ანუ რუტინულად ერთი და იგივეს რასაც აკეთებ, შეიძლება აი ქარხანაში მუშაობა მეექვსე სახლია. მაგრამ მეათე სახლი ეს არის კლასიკური პროფესიები, მაგალითად ადვოკატი, ექიმი, პატივცემა, რასაც ეკუთვნის საზოგადოებაში. ასევე არის ბიზნესის ადმინისტრირება, ანუ მეათე სახლი, ვისაც ძლიერი აქვს, თავისი ბიზნესი აქვს ძალიან ხშირად. მ, ასევე ეს არის წარმატება კარიერაში, მეათე სახლი. ხო, ძირითადი მნიშვნელობები ეს არის მეათე სახლში. ასევე ჩვენი სურათი საზოგადოებაში. ანუ მეათე სახლი, ვისაც ძლიერი აქვს, არის პოპულარული ადამიანი შედარებით. ანუ თავის სურათს უფრო დიდძი ასხივებს. მე-11 სახლი, ეს არის შემოსავლები, ეს არის გართობა, ოღონდ აი აქ მე-5-ში თუ არის რაღაც თამაშის სახით და ჰობის სახით გართობა, მე-11 სახლი არის უფრო გასართობი დაწესებულებები, მაგალითად კაზინო, მაგალითად ღამის კლუბი, მეგობრებთან ერთად ფართი, ეს არის მე-11 სახლი. ზოგადად მეგობრებიც არის მე-11 სახლი. ეს არის საზოგადოება ზოგადად, რომელშიც ტრიალებ მე-11 სახლი. აი თუ კარგული კვანძი აქვს აქ ადამიანს, მაშინ ესეთი დრაივი აქვს, რომ საზოგადოებაში გამოჩნდეს. ან ახალი მეგობრები შეიძინოს ყოველთვის. ხო, აქ არის ასევე იოლი ფულისკენ მიდრეკილება ამ სახლში. და თქვათ აი მოგება რაღაცა. ეს სახლია მე-11. მე-12 სახლიც მერვესთან ერთად ყველაზე ისეთი სახლია, არამიწიერი. მე-12 სახლი არის მიჯაჭვულობები, არის ასევე უწყოეთი. უწყოეთი ადრე ინდოეთში ითვლებოდა ძალიან ნეგატიურ რაღაცა, რადგან ადამიანი მიდის იქიდან, სადაც გაიზარდა და ცხოვრობს აბსოლუტურად თავისთვის უჩვეულო გარემოში, რაღაც გადასახლებასავით ცხოვრობს. ну, თანამედროვე მასში სამყაროში უცხოეთი უკვე აღარ ითვლება ნეგატიურად, იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ბევრი ადამიანი უცხოეთში ცხოვრობს. ცუდი ჩვევები არის მე-12 სახლი, ეს ზოგადად ცუდი სიამოვნებები, ყველაფერი არის მე-12 სახლი, ნარკოტიკები მაგალითად, რაღაც ცნობიერების შემცვლელი, არაჯანსაღი მეთოდები მე-12 სახლია. ასევე მედიტაციაც მე-12 სახლია. ყველაფერი, რასაც გავყავართ სხეულიდან და ამ სამყაროდან, მე-12 სახლია. დანაკარგები მე-12 სახლია და იქიდან გამომდინარე, ქველმოქმედებაც მე-12 სახლია. ანუ თუ ადამიანს აქვს აქ პლანეტები მე-12 სახლში, ყოველთვის საჭიროა, რომ ქველმოქმედებით იყოს დაკავებული, რომ ნებაყოფლობით გასცეს და მე ეს დანაკარგებმა მის ცხოვრებაში თავი არ იჩინა. ეს არის მარტო ძალიან ზედაპირული, ძალიან ესეთი კონკრეტული, ყველაზე მნიშვნელოვანი მნიშვნელობები ამ სახლების. უბრალოდ, რომ აი წარმოდგენა შეგექმნათ და დაიმახსოვროთ და შემდეგ, რა თქმა უნდა, გავააღრმავებთ ამ ყველაფერს. ესე იგი, ამ სახლებს ხო აქვს კლასიფიკაცია. და კლასიფიცირდება მაგალითად ერთ-ერთი არის ცხოვრების 4 მიზანის მიხედვით. ცხოვრების 4 მიზანი ადრე, როდესაც ძალიან დიდი ცნობიერება გქონდა, ერთ ცხოვრებაში შეეძლო ადამიანს მიეღწია ამ 4-ვე მიზნისთვის, მაგრამ ეხლა, როდესაც შეგვიმცირდა უფრო ცნობიერება, მხოლოდ ერთი მიზანია ხოლმე გამოკვეთილი ადამიანისთვის ამ 4-დან, რომ ამ ცხოვრებაში მიაღწიოს. ძირითადად არის ადამიანები, რომლებსაც კი გადანაწილებული აქვს ყველაფერი და არაპირებენ რომ ერთში მიაღწიონ, მაგრამ ადამიანების უმეტესობა გრძნობს შინაგანად, რომ ეს არის მათი დავალება ამ ცხოვრებაში. და რა მიზნებია ახლა ეს? პირველი მიზანი არის დჰარმა და დჰარმა ძალიან ძნელია რომ გადმოვთარგმნოთ ქართულად სანსკრიტიდან, მაგრამ დაახლოებით ნიშნავს ვალს. და სინამდვილეში ეს ნიშნავს იმის გამოხატვას, რაც რეალურად ვართ, ანუ საკუთარ თავთან ძალიან დაახლოებას, საკუთარი სიმართლის ცხოვრებას, ასე ვთქვათ.
ანუ დარმა არის ჩვენი თუ დარმას ვასრულებთ, ვართ ჩვენ ბუნებრივ მდგომარეობაში, ვართ ის, რაც ვართ. მაგალითად, ეს არის ჩვენი ძირითადი თვისებების, სულის თვისებების გამოვლენა. მაგალითად, აი შაქარის დარმაა, რომ იყოს ტკბილი. ანუ თუ ტკბილი არ არის, შაქარი აღარ არის. ანუ ესე რომ გამოვვლინდეთ, როგორიც ვართ, ეს არის დარმა. კამა არის სიამოვნება, სიამოვნების მიღება და ადამიანებს, რომელსაც კამა აქვთ, გამოკვეთილი, ისინი ამ ცხოვრებაში არიან მოსული იმისთვის, რომ სიამოვნება მიიღონ და ისწავლონ სიამოვნების მიღება. ერთი შეხედვით ახლა ეს შეიძლება ჩანდეს ძალიან ადვილ, ასე ვთქვათ, მიზნად, მაგრამ ძირითადად აქვს ხოლმე ადამიანს, რომელსაც ცხოვრებები აქვს გატარებული ძალიან მძიმე შრომებში, ესეთი ცნობიერებას აქვს, ესეთი ასე ვთქვათ, წარმოდგენა, რომ ცხოვრება მარტო იმისთვის არის, რომ დაიტანჯო და ამ ცხოვრებაში მოვიდა იმისთვის, რომ ისწავლოს, როგორ უნდა მიიღოს ცხოვრებისგან სიამოვნება და არც თუ ისე ადვილია, რადგან არ არის ამას ცნობიერება მიჩვეული. შემდეგი არის მოქშა. მოქშა არის განთავისუფლება. განთავისუფლება ყველაფრისგან, ანუ სხეულისგან, განთავისუფლება მიჯაჭვულობისგან ამ ცხოვრებაზე. ანუ თუ მოქშა არის გამოკვეთილი მიზანი, ეს ადამიანები იმისთვის დაიბადნენ, რომ აქვე მიხვდნენ იმას, რომ ეს ყველაფერი არ არის, სადაც ცხოვრობენ. ანუ აქვე მიხვდნენ სხეულში ყოფნისას, რომ ბევრად უფრო მეტი არსებობს და სხეულზე არ უნდა მიეჯაჭვონ. ეს არის მათი მიზანი, ასე ვთქვათ. ესეთი ადამიანები, რა თქმა უნდა, უფრო სულიერი ცხოვრებისკენ მიდიან და არა მატერიალისტები არიან. ართჰა ეს არის რესურსების სიმდიდრე. ანუ ართჰა ვისაც აქვს მიზანი, ეს ადამიანები დაიბადნენ იმისთვის, რომ შექმნან სიმდიდრე, შექმნან რესურსები ყველანაირი გზით. აი ზოგჯერ ადამიანები, რომლებიც სულიერებაში არიან გადავარდნილი ძალიან, უყურებენ ალმაცერად იმ ადამიანებს, ვინც ცდილობენ, რომ რაღაც ბიზნესი აიწყონ, ბევრი ფული იშოვონ, მაგრამ ჩვენ არ ვიცით რა არის მისი მიზანი ამ ცხოვრებაში. შეიძლება ამ სულმა უკვე მიაღწია სულიერებაში ძალიან მნიშვნელოვან შედეგებს და ეხლა დაიბადა იმისთვის, რომ ზუსტად ესე რესურსები შექმნას ამ ცხოვრებაში, მაგრამ შეინარჩუნოს ის სულიერების პრინციპები და სულის სისუფთავე. ეს არის მისი მიზანი შეიძლება, ხო? ეხლა მე მინდა რომ თქვენ ნახოთ სად გაქვთ უფრო მეტი პლანეტა და აქედან გამომდინარე განსაზღვროთ რომელი სახლი არის, ანუ რომელი ცხოვრების მიზანი არის თქვენთვის დომინანტი. მაგალითად, თუ ვიღაცას ყავს პირველ სახლში 3 პლანეტა, დაწერს დარმას, მიუწერს 3-ს. მაგალითად, კამასახლში ყავს 2 პლანეტა, კამასახლებში ყველაში ერთად ყავს 2 პლანეტა, კამას დაუწერს 2-ს. მოქშაში მაგალითად არ ყავს ან ართხაში 3 ყავს და ესე რომელიც თუ გამოკვეთილია რომ რომელიღაცა სახლი არის დომინანტი, სახლი კი არა და რომელიღაცა მიზანი არის დომინანტი, შესაბამისად ჩანს რომ ამ ადამიანს აქვს ეს ცხოვრების მიზანი და ძირითადად ძალიან რეზონირებს ადამიანთან, როდესაც ნახავს თავის რუკაში რომელია დომინანტი, ამას ადამიანები რა თქმა უნდა ისედაც ხვდებიან, ეხლა ეს არ არის სიურპრიზი სულის დონეზე ყოველთვის იცის ადამიანმა რისთვის დაიბადა. და მე მინდა რომ ეს იყოს თქვენი ერთ-ერთი დავალება. ეხლა გადავიდეთ კიდევ სახლების სხვანაირ კლასიფიკაციაზე და სახლებს აქვთ ასევე რაღაც სხვა დატვირთვაც. მაგალითად, აი ეს 4 სახლი, პირველი, მეოთხე, მეშვიდე და მეათე არის კენდრა სახლები. კენდრა სახლებში პლანეტები გრძნობენ თავს უფრო კარგად, ვიდრე სხვა სახლებში. ანუ, თუ არის ნეგატიური პლანეტაც კი, კენდრა სახლში მისი ენერგია უმჯობესდება, ასე ვთქვათ. პოზიტიურის კიდევ უფრო ძლიერი ხდება. თუ კენდრა სახლის პერიოდი გვაქვს, ეს პერიოდი უფრო ნაყოფიერია. მაგრამ ნუ ამას მერე რა თქმა უნდა დაწვრილებით ამაზე მერე ვისაუბრებთ. არის 3 ტრიკონა სახლი, პირველი, მეხუთე და მეცხრე. ტრიკონა სახლები არის ყველაზე ბენეფიტური, ასე ვთქვათ, რუკაში. ყველაზე კარგი. აი ეს ტრიკონა სახლებია ის, რაც ძალიან ღრმად სიამოვნებას გვანიჭებს და მოგწონს. ანუ აქ პლანეტები ყოველთვის ძალიან კარგია ამ 3 სახლში, პირველში, მეხუთეში და მეცხრეში.
თუ პლანეტები გაქვთ ამ სამსახში გადანაწილებული, ეს ნიშნავს, რომ ცხოვრება იქნება ბევრად უფრო იოლი თქვენთვის და დიდად ბევრი ტანჯვა არ შეგხვდებათ. მარაკა სახლები არის მეორე და მე-7. მარაკა ნიშნავს სიკვდილს სანსკრიტზე და ეს ორი სახლი ეხმარება ჯიოტიშს, რომ დაადგინოს ადამიანის ცხოვრების ხანგრძლივობა. ანუ სიკვდილი როდის მოვა და რა სახით რაღაც კონკრეტული გამოთვლების შედეგად ამ ორი სახლიდან ადგენენ. მე ახლა ეს თემა არ მაინტერესებდა არასოდეს და არ ვთვლი, რომ საჭიროა, რომ ვიცოდეთ წინასწარ როდის მოვკვდებით, აქედან გამომდინარე დიდად არ დავინტერესებული ვარ და არც დავკვირვები ვარ ამ ყველაფერს, მაგრამ რომ იცოდეთ, აი მეორე და მე-7 სახლი არის სიკვდილის. ესე იგი, არსებობს ასევე უპაჩაია სახლები, ეს არის მე-3, მე-11 და მე-6 და უპაჩაია ნიშნავს გაუმჯობესებას. ანუ ამ სახლებში პლანეტები ნელ-ნელა ჩვენი ცხოვრების განმავლობაში უმჯობესდება. ანუ მაგალითად ეს პლანეტა შედეგს, როდესაც პატარა ვართ ან თინეიჯერი, შედარებით სუსტად გვაძლევს და რაც უფრო ასაკი გვემატება, უკეთესდება და უკეთესდება შედეგი. და ასევე გვაქვს დუსტხანა სახლები. დუსტხანა არის მე-3 სახლი, მე-6, მე-8 და მე-12. აი, დუსტხანა არის პირდაპირ ტანჯვასთან და ტრანსფორმაციასთან ასოცირებული სახლები. ანუ თუ გაქვთ უმეტესობა ამ სახლებში პლანეტების, ეს ნიშნავს, რომ დიდი ტრანსფორმაციისთვის არის სული დაბადებული, ძალიან ღრმა ადამიანია და აი ტანჯვა, ასე ვთქვათ, ტანჯვის თავის ასარიდებლად უწევს, რომ ძალიან ბევრი ისწავლოს და ძალიან ღრმად გამოიკვლიოს საკუთარი თავი და თავისი ცხოვრება. ყველაზე ნაკლებად საშიში არის ამ სახლებიდან მე-3 სახლი, რადგანაც უპაჩაია სახლიც არის ერთდროულად უსტანასთან ერთად და უმჯობესდება ნელ-ნელა ცხოვრების განმავლობაში, ასე ვთქვათ. და კიდევ რა მინდოდა დამემატებინა, ხო, დუსტხანა სახლებში თუ გაქვთ პლანეტები, ბუნებრივად თქვენი სულისთვის იქნება შედარებით საინტერესო უფრო ღრმა სწავლებები, ვიდრე სხვა ადამიანებისთვის. ერთი ალტერნატივა ეს არის, ან ადამიანი დუსტხანა სახლში პლანეტებით უბრალოდ ცხოვრებას ტანჯვაში ატარებს, იქიდან გამომდინარე, რომ ნეგატიური რაღაცები მოდის ცხოვრებაში, მაგრამ ცნობიერება არ ყოფნის, რომ რაღაცა გამოსავალი იყოს, ანუ შედარებით მძიმე კარმა არის რა, ეს 3 სახლი, მაგრამ თუ სწორედ, ანუ თუ თქვენ გაქვთ ახლა ვინც ასტროლოგიას სწავლობს ამ სახლებში პლანეტები, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ ძალიან სწორედ მუშაობთ და ზუსტად იმ სიღრმეებს ეძებთ ცხოვრებაში და ისე ვითარდებით, როგორც უსს ქონდა დაგეგმილი. ხო. შემდეგ მინდოდა 1-2 სიტყვით მომეყოლა იმაზე, თუ როგორ არის ზოგადად ჩვენი საზოგადოების ცხოვრება აწყობილი მზეზე, მზის ენერგიაზე. აი, აქ პირველი სახლის შუაში არის ადგილი, სადაც მზე ამოდის, ანუ ადამიანი თუ დაიბადა იმ მომენტში, როცა მზე ამოდის, მზე ეყოლება პირველი სახლის შუაში. მზის ჩასვლას დაბადებულ ადამიანს ეყოლება მზე მაგალითად მე-7 სახლში შუაში. შუა დღისას თუ დაიბადა, მე-10 სახლის შუაში არის მზე. შესაბამისად, აი აქ ამოდის მზე, გადის მთელ ამ სახლებს, ჩადის შემდეგ და შემდეგ მზე არის მეორე მხარეს, ანუ ჩვენთან არის მზე მაგალითად და კი არა, ჩვენთან არის ღამე და მეორე მხარეს არის მზე და ისევ ამოდის. ეხლა მე მინდა დაგანახოთ, როგორ ვართ აწყობილი იმაზე, იმის მიხედვით ზოგადად რა ენერგია არის სამყაროში. მაგალითად, მზის ამოსვლისას ადგომა სხეულისთვის არის ყველაზე კარგი, რადგან პირველი სახლი არის ჩვენი სახლი, ანუ ჩვენი სხეულის ჯანმრთელობის, ან ფიზიკური მოქმედება მზის ამოსვლისას, ფიზიკური ვარჯიში, ყოველთვის უფრო სასარგებლო ადამიანისთვის, რადგან მზე არის პირველ სახლში. ყველაფერი, რაც სხეულს უკავშირდება, ძალიან სასარგებლოა პირველ სახლში მზის ყოფნის დროს. შემდეგ გადადის უკვე მე-12 სახლში. მე-12 სახლში მზე, ეს არის პერიოდი, როცა კარგია მედიტაციისთვის, კარგია ლოცვისთვის და ასევე დააკვირდებოდით ალბათ, როდესაც დგებით დილით მზის ამოსვლისას ადვილია ძალიან ადგომა შედარებით
და თუ ცოტა ხანი გაჩერდი საწოლში და მზე გადავიდა უკვე მე-12 სახლში, მაშინ როდესაც დგება ადამიანი, უკვე შედარებით მოთენთილია და ის ენერგია აღარ აქვს, იმიტომ რომ აი მაშინ არ ადგა, როცა პირველ სახლში იყო მზე. შემდეგ მივდივართ სამსახურში. სამსახურში გვაქვს ეს მე-11 სახლში არის მზე და გვაქვს აქტიური საზოგადო კონტაქტები. ველაპარაკებით ბევრ ადამიანს. მე-10 სახლში, როდესაც არის მზე, უკვე ამ პერიოდში ძირითად სამუშაოს ადამიანებს უმეტესობა მაშინ ასრულებს, როდესაც შუადღეა. ასევე ფიზიკური დატვირთვა მე-10 სახლში კარგია, თუ ადამიანს უნდა რომ კუნთოვანი მასა გაზარდოს. ანუ ძალა ემატება ადამიანს და მე-10 სახლში, როდესაც არის მზე, შუადღისას უკეთესად ასრულებს ვარჯიშებს და თუ ჯანმრთელობისთვის უნდა და სხეულისთვის, ჯობია მაშინ, როდესაც პირველ სახლშია მზე. ანუ მე-9 სახლში, როდესაც გადადის, მე-9 სახლი, როგორც გახსოვთ, არის უნივერსიტეტის სწავლების ცოდნის სახლი და შესაბამისად, აი, ნაშუა დღეს არის ხოლმე ძალიან ხშირად დაგეგმილი ტრეინინგები, კურსები. რაც მზე არის ბუნებრივად მე-9 სახლში და ეს ენერგია არის აქტიური. მე-8 სახლში, როდესაც არის მზე, ეს არის დაახლოებით 4-დან 6 საათამდე და ყველამ ვიცით, რომ ამ დროს ყველაზე ნაკლები სასიცოცხლო ენერგია აქვს ადამიანს. ძალიან ხშირად გვეძინება სამსახურში, ამ დროს მოთენთილობა იმატებს. იმატებს სხვათა შორის აი სტატისტიკას თუ გადახედავთ, უბედური შემთხვევები იმატებს ამ პერიოდში, რადგან მე-8 სახლში არის მზე, სიკვდილი იმატებს სტატისტიკურად, ანუ საავადმყოფოებში უკვე ექთრებმა იციან, რომ ამ პერიოდში ბევრად უფრო მეტი ადამიანი გვხვდება, ვიდრე დღის სხვა ნაწილში. ანუ შესაბამისად, როცა მზე მე-8 სახლშია, ეცადეთ რომ დაზოგოთ თქვენი სასიცოცხლო ენერგია, აი ვარჯიში მაგალითად, საღამოს 6-დან საღამოს 4-დან 6 საათამდე დაახლოებით, არ არის კარგი იდეა, რადგან სასიცოცხლო ენერგიას სხეულს ცოტა აქვს. შემდეგ ვამთავრებთ, მოვდივართ სამსახურიდან და ხვდებით პარტნიორს ან მეგობარს, ადამიანს, ვისაც აი პირისპირ შეიძლება შევხვდეთ, ხო? და ვატარებთ მასთან დროს. შემდეგ ვრუნდებით სახლში, მე-6 სახლი და მე-6 სახლში ვაკეთებთ ყველა იმ რუტინულ რიტუალს, რომელიც გვჭირდება ყოველდღე, მაგალითად საჭმლის გაკეთება, მაგალითად, რა ვიცი, სახლის დალაგება, ყველაფერი ის, რაც გვჭირდება, მაგრამ გვეზარება არის მე-6 სახლში. მოვალეობებს ვიხდით, ასე ვთქვათ, მსახურებაში ვართ საკუთარ თავთან, ან ოჯახის წევრებთან. შემდეგ, როდესაც ამ ყველაფერს დავამთავრებთ, მოვალეობებს მოვიხდით, უკვე მაშინ მზე, როდესაც გადადის მე-5 სახლში, გვაქვს დრო ჩვენი ჰობისთვის, გვაქვს დრო ბავშვებთან თამაშისთვის. ეს აი დაახლოებით 20 საათისთვის ესე. და უკვე 10 საათისთვის მზე გადადის მე-4 სახლში. რატომ არის რომ 10 საათზე უნდა დაიძინო და სასარგებლო ადამიანისთვის? იმიტომ რომ როგორც გითხარით, მე-4 სახლი არის ქვეცნობიერი და მზე, როდესაც გადადის მე-4 სახლში, ქვეცნობიერი პროგრამები ძალიან კარგად ისვენებს, ანუ უფრო წვდომა აქვს ადამიანს ქვეცნობიერის დალაგებასთან და აქედან გამომდინარე ძილი ძალიან კარგია ამ დროს. ასევე მე-3 სახლში, როდესაც არის მზე, მაშინაც უნდა გვეძინოს. ეს ორი სახლი, რომელიც გონებას ეხება, რომ კარგად დავასვენოთ, გონება მართლა კარგად რომ დავასვენოთ, ეს პერიოდი უნდა გავატაროთ ძილში. უკვე აქ მეორე სახლში, როდესაც არის მზე, ძალიან ბევრ კულტურაში დგებიან და საუზმობენ პირველი. აქედან გამომდინარე, ესეც მიღებულია. აი თუ დააკვირდებით თქვენ ცხოვრებაში, რაღაცის გაკეთება როდის გიყვართ, მიხვდებით მზის ენერგიასთან, აი ამ წრებრუნვასთან ენერგიის დედამიწაზე, როგორი დამოკიდებულება გაქვთ. მაგალითად ადამიანს, რომელსაც არ უყვარს დილით ადგომა და დგება მაგალითად მე-12 სახლში, როდესაც არის მზე, ყოველთვის ენერგია უფრო ნაკლები აქვს. ან ის ადამიანი, რომელიც მაგალითად ბუნებრივად მოსწონს ღამე მუშაობა და დღის განმავლობაში ძილი, მასაც მზის ენერგია არ აქვს სწორედ გადანაწილებული. აი სხვათა შორის, როდესაც მე-8 სახლში არის მზე, ამ დროს ძალიან ბევრ კულტურაში იძინებენ. ანუ სინამდვილეში ნაშუა დღეს დაძინება ძალიან კარგი იდეაა სხეულისთვის.
და როდესაც სხეულს აქვს, რა თქმა უნდა, ძალიან ცოტა ენერგია, შეიძლება რომ დაიძინო ამ დროს, თუმცა მერვე სახლში. ხო. ესე იგი, აქ რუკაში გითხარით, რომ ეს არის სახლების დანომრვა, მაგრამ აი ეს პატარა რიცხვები, რომლებიც აქ უწერია, ეს არის ზოდიაქოს ნიშნები. მაგალითად, აქ წერია 4-იანი და ეს არის ზოდიაქოს მეოთხე ნიშანი, ანუ კირჩხიბი. ამის მიხედვით, აი რიცხვების მიხედვით შეგიძლიათ ნახოთ პირველ სახლში რომელი ნიშანი გყავთ, მეორე სახლში რომელი ნიშანი გყავთ და ასე შემდეგ. ყველა სახლს აქვს ერთი ზოდიაქოს ნიშანი კონკრეტულ რუკაში. აი აქ არის ჩამოწერილი სანსკრიტზე სახელები. მე არ გადავტვირთავთ და შემდგომში კურსზე ყოველთვის ვახსენებ ხოლმე ქართულ სახელებს, მაგრამ მინდა რომ ეს სახელებიც გადაკითხული გქონდეთ და წარმოდგენა გქონდეთ იმაზე, როდესაც სხვა წყაროდან მიიღებთ ინფორმაციას, ახლა ინდოელები ყოველთვის ზოდიაქოს ნიშნებს ამ სახელებს ეძახიან და ამას არასოდეს არ იყენებენ. ესე იგი, ზოდიაქოს ნიშნები იყოფა სამ ნაწილად. ესენი არიან მოძრავი ნიშნები, ფიქსირებული და ცვალებადი. მოძრავი ნიშნები არის ადამიანები, რომლებიც შედარებით ადვილად ეგუებიან ცვლილებებს. ფიქსირებული იმაზე არის ძირითადად ორიენტირებული, რომ რაც შეიძლება შეინარჩუნოს, სტაბილურად იყოს ყველაფერში და ცვალებადი არის, რომ აქვს პერიოდები, ხანდახან არის ისეთი, ხანდახან ესეთია, აქვს ასევე გამორჩეულად ცხოვრების სფეროები, შეიძლება ცხოვრების რაღაც სფეროში უფრო ისეთი იყოს ცვლილებისკენ მიდრეკილი და რაღაც სფეროში ძალიან უნდოდეს, რომ ყველაფერი ისე დარჩეს, როგორც არის. და ეს ყველაფერი კარმასთანაც არის კავშირში, როგორც გითხარით, წინა ლექციის ბოლოს სლაიდს თუ გადახედავთ, იქ არის აი მოძრავი და ფიქსირებული ცვალებადი ნიშნები, კარმულად როგორ კარმას შეესაბამება. და აქედან გამომდინარე, მე მინდა რომ თქვენ დაითვალოთ პლანეტები თქვენ ნიშნებში და შესაბამისად განსაზღვროთ, თქვენ რუკაში არის უფრო მეტი ფიქსირებული კარმა, უფრო მეტი ცვალებადი კარმა, ადვილად თუ უფრო მეტი ძნელად ცვალებადი კარმა. და ეს იქნება მეორე დავალება. მესამე, რაც მინდოდა კიდე დამევალებინა არის, რომ აი ზოდიაქოს ნიშნები, როგორც ვხედავთ, არის ელემენტებთან კავშირში. ანუ თითოეულ ზოდიაქოს ნიშანს შეესაბამება ელემენტი და ჩვენ გვაქვს ვედური 5 ელემენტი, ოღონდ მეხუთე ელემენტი არის ეთერი და ზოდიაქოს ნიშნებში, ანუ მანიფესტირებულ სამყაროში არ არის და 4 ელემენტი, რომელიც მანიფესტირებულ სამყაროში გვხვდება, ეს არის ცეცხლი, წყალი, მიწა და ჰაერი. თითოეული ზოდიაქოს ნიშანი შეესაბამება ერთ-ერთ სტიქიას. მაგალითად, შემდეგ თუ დავითვლით რუკაში ჩვენი პლანეტები როგორ არის გადანაწილებული და რომელ ზოდიაქოს ნიშნებშია მოხვედრილი, ხო? ნახავთ, რომ ერთ-ერთი შეიძლება იყოს დომინანტი, შეიძლება იყოს თანაბრად გადანაწილებული. ყველაზე კარგი ვარიანტია, როცა თანაბრად არის გადანაწილებული. შეიძლება ისე მოხდეს, რომ ჩვენ რუკაში წყალი საერთოდ არ იყოს, ანუ აი იმ სამ ზოდიაქოს ნიშანში, რომელიც წყალს განაგებს, ანუ კირჩხიბში, თევზებში და მორიელში არ იყოს არც ერთი პლანეტა. მაშინ ჩვენ რუკაში წყალი გვაკლია, ასე ვთქვათ. და აქედან გამომდინარე, გამოვა რომ აი ესეთი ემოციური ბუნება, აქ უბრალოდ ემოციური ბუნება, რაც ადამიანს უნდა გქონდეს, ჩაკეტილია მისთვის, ანუ უფრო ძნელად მისაღებია. და თუ რომელიღაცა სტიქია ძალიან დომინანტია, აი მაგალითად მიწა ძალიან დომინანტია, ეს ქმნის ადამიანს, რომელსაც ზედმეტად უყვარს ერთი და იგივე ადგილის შენარჩუნება, ზედმეტად უყვარს ცუდის შენარჩუნებაც კი ცხოვრებაში და ძალიან ძნელად პროგრესირდება. აქედან გამომდინარე, შეძლებთ დაითვალოთ, რომელი სტიქია თქვენს რუკაში ყველა უფრო დომინანტი. ამას დაითვლით, ესე ჯერ თავიდან ჩამოწერთ სტიქიებს და დაითვლით პლანეტებს, სად არის. მაგალითად, ნახავთ, რომელი პლანეტა, ვთქვათ, რამდენი პლანეტა ყავთ წყლის სტიქიის ნიშნებში, მერე ნახავთ ცეცხლის სტიქიის ნიშნებში, რამდენი პლანეტა ყავთ და საბოლოოდ შეადგენთ ბალანსს აქ. ჯერ ესე დაითვლით და შემდეგ უნდა დაითვალოთ სახლები,
გადაანაწილოთ თვითონ ზოდიაქოს ნიშნები. ანუ თქვენ რუკაში ჩათვალოთ პირველი სახლი, ვერძად მეორე სახლი, ყუროდ მესამე ტყუპება და ასე შემდეგ ბოლომდე. და შემდეგ გადახედოთ პლანეტებს, რომელ ნიშანში მოხვდებიან. და ესეც დაწერეთ. ეს ორივე უნდა დავაჯამოთ, რომ მივიღოთ რეალური სურათი იმისი, მივიღოთ რეალური სურათი თუ რომელი ელემენტი არის ჩვენს სხეულში დომინანტი, ან თუ თანაბრად არის ყველაფერი გადანაწილებული. ეს იქნება მესამე დავალება. კიდევ პლანეტებს აქვთ გარკვეული სიჩქარე ზოდიაქოსგან იმაში, რუკაში, ანუ როდესაც რუკას გააკეთებთ, მთვარე შეიძლება 24 საათის განმავლობაში სხვადასხვა სახლებში მოხვდეს. მაგრამ თუ გაქვთ რაღაც სხვა პლანეტა, ის შესაბამისად ყველა თუ რუკას თუ დრო ზუსტად არიცით, შეიძლება იგივე სახლში იყოს. ამას ისევ დაუბრუნდებით პლანეტებს, როდესაც ვისწავლით და ტრანზიტებს განსაკუთრებით, ეს უბრალოდ მინდოდა წარმოდგენა გქონოდათ იმ ვიდეოსთან დაკავშირებით, რომელიც ამ ლექციასთან აგიტვირთებთ. სულ ეს იყო, რაც მინდოდა მეთქვა და ვისურვებთ წარმატებებს.